მოგესალმებით, დადგა სამშაბათის აღამოს რვის ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანები, ვინც განსასწრებაში ნახართ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და უცხოეთში ყოფი ქართველი, ის ადამიანები, ვისაც რა ვიცი, ვისაც საქართველო გიყვართ და ვინც განიცდით, რომ რაღაცა თითქოს არ არის კარგად. აი ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ბედნიერება თქვენ ცხოვრებაშიც პირადში აუცილებლად ღვთისმეტი არ დაკარგოთ, აუცილებლად იქნება ყველაფერი კარგად და ეხლა მარხვა დაიწყო. მარხვასთან დაკავშირებით კიდე თან შენდობის კვირა არის. წარმოიდგინეთ, ყველას მართლა მაპატიეთ, ბევრისთვის რამე დამიშავებია და აი შეიძლება ისეთი კარგი რო ვერ ვარ, უყურადღებობა ძირითადად, თორე ხა საერთოდ აქამდე არც მომყვება, თუ იმეს რამე დაუშავე, იქვე ვეუნები ხოლმე შენდობას, თუ არ ვეტყვი, დღესაც არ ვეტყვი. ხო და ესეთ სიტუაცია მოკლედ დღეს მყავს აი არაჩვეულებრივი სტუმარი, თან თემასთან დაკავშირებით არის საოცრება ამ ადამიანის მოსვლა, იმიტომ რომ აი ყველაზე კარგად ვიცი ილაპარაკეს, იმიტომ რომ თან სუბუქად უყურებს ამ ყველაფერს და მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანი არსებობს ჩვენ ცხოვრებაში და ჩემ ცხოვრებაში აი ძალიან დიდი სტიმული მამაო დაგულოცე თუ შეიძლება მამა გიორგი თეოდორაშვილი რომელსაც წარდგენაც არ ჭირდება იმიტომ რომ აი რა ვიცი რა ეს ადამიანი უყვარს ყველას ბედნიერებას გისურვებთ მამაო შენდობას გთხოვთ მამაო თუ რამე გაწყენინეთ და ჩვენ სახელზე მამაო მართლა აი ქვემოთ საჩუქარიდეს თქვენთვის მართლა აი აქეთ ხარეს და ისა რა ქვია ეს საჩუ დიახ აუცილებლად რა რომ ეს საჩუქარი ანახოთ თან ისა მსმენელსაც რომ ჩვენ სახელზე რაღაცნაირად ეს ჭიქა აი შენდობის დღე არის თან და როგორ მამა ალექსანდრეს ჭიქა რომ ქონდა მე აი ვიფიქრეო მეთქი მამა ორითი გავახარო მეთქი და ესე რაღაცნაირად ეს ერთობლივად მოვიფიქრეთ ყველა ჩათო მამა ალექსანდრემ გამოგიგზავნათ აუცილებლად მოგიტან თუ თქვენ ახლა რაღვინოთი გაგაკვირვებთ მამაო მაგრამ თან ისა რა ქვია, ეგ ის წინათ რო თქვით, მამაო, იმის მე მთელი კვირა მაგას ვამზადებდი და იმიტომ ეხა მოვედი და აი მადლობა დიდი რომ ხართ და ეს ჭიქა რა ვიცი თქვენ ხო და მართლა მთელი ისტორია შექმენით, მამაო, თქვენ ჩემთან ერთად და დიდი მადლობა, მამაო, ისა მიკროფონი თუ შეიძლება, მამაო, აი ამასო დააჭიროთ, მიკროფონი არ არის ჩართულიო და აი ხო და მთელი ისტორია შექმენით მამაო თქვენ ჩვენთან ერთად და მადლობა ამისათვის მართლა აი ძალიან შეგვიმსუბუქეთ საერთოდ ცხოვრება იმიტომ რომ აი არ ხართ ის ადამიანი რომელიც ძალიან რთულად უყურებს ამ ყველაფერს და აი შენდობასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხრათ მამაო სადამდე უნდა გაგვყვეს წყენა და რა აი ქრისტიანი და წყენის შესახებ თუ შეიძლება ერთმანეთთან რა კავშირში არის და სადამდე უნდა იყოს პირველ რიგში მადლობა გიორგი მოწვევისთვის ძალიან მალე მომიწია შენთან ჭიქის გამო იცით რომ ეს გადმომეცა თან თემაც მამაო რა აი ზუსტად ვიცოდი რომ ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ გეტყვი რომ შენ შესანდობი ჩემგან არაფერი გაქვს შეიძლება პირიქით მე მქონდეს შენგან შესანდობი ადრე ჩვენ სიყვარულით მოხსულია რაღაც გარკვეული პოლემიკა რა თქმა უნდა იქ მალევე დამთავრებულა ყველაფერი ჩვენ შორის და არც მახსოვს არაფერი და ვერც ვიხსენებ. არა, მე კარგის მეტი თქვენგან მართლა არაფერი არ მაქვს. ჩვენ ზვირფას მაყურებელს კი მინდა ერთი რამე შევახსენო ეთერის შესავალში პროლოგში, რომ ყველამ კარგად ვიცით, ვინც მარხულობთ, ან გვიმარხულია, ან ვაპირებთ მარხვას, რომ დიდი მარხვის გული არის ერთი ლოცვა. ცოტა ხანი პაუზას გავაკეთებ, ყველა მიხვდება რა ლოცვა არის ეს. ეფრემ ასურის ლოცვა. შეიძლება ჩვენ მივიღოთ შეღავათები გიორგი მარხვაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა კურთხევა აიღო, რომ მამაო თუ შეიძლება რძის ნაწარმზე ვიქნები, თუ შეიძლება ასე ისე, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ხო ფანატიკოსები არა ვართ, რომ გინდა თუ არა, როგორც ბერები და მონაზვნები ლოცულობენ, ის მარხულობენ, ისე ვერ იმარხულებენ, მაგრამ ეფრემ ასურის ლოცვის გარეშე დიდი მარხვა იქნება ესეთი დიეტა იქნება ძალიან ესეთი სუბუქი დიეტა იქნება
რატომ გავაკეთე ყურადღება ამაზე? მინდა ყველას შევახსენო ამ ძვირფასი ლოცვის აი ყველაზე საინტერესო ადგილი. მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და რა განკითხვათ ძმისა ჩემისა. ვის განეკითხავ? ვისაც გაბრაზებული ხარ, ვისთანაც რაღაც გქონია ხო უსიამოვნება. და დიდი მარხვა რომ შენთვის იყოს ნაყოფიერი, ამიტომაც ეკლესია გახსენებს მაცხოვრის სიტყვებს, არა პეტრეს სიტყვებს, არა პავლეს სიტყვებს, არა იოანე ოქროპირის ან რომელიმე დიდი ბურჯი მამის სიტყვებს, თავად მაცხოვარი ყველიერის კვირის სახარება, მიტევების კვირის სახარება. უკეთ თუ გსურთ რომ თანამედროვე ენაზე ვიტყვი, მამა თქვენმა ზეციერმა მოგიტევო თქვენი შეცოდებანი, თქვენს უყურეთ გიორგი აქ რა ეშლებათ ხოლმე. მე ვერ შეურიგდები. შერიგებას არავინ არ აკითხავს, ჩახუტებას არავინ არ აკითხავს, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ცოტა ისეთი ხალხი ვართ, გიორგი, ერთხელო კაცი რაღაცა გაწყენიებს და შეეშლება, ისეთი ურთიერთობა ვეღარ გექნება იმასთან. ხო მოდი ვთქვა, შეიძლება გაუღიმო, ჩაიხუტო კიდეც, მაგრამ ის გაბზარული გული ძალიან ძნელად, ალბათ სასწაული უნდა მოხდეს, მაგრამ ქრისტე არ გეუბნება ჩაიხუტე, მიუტევე. აი ახლა აქ ცოტა რთულად აქვს საქმე, ძალიან ბევრი ადამიანს გონია რომ მარტივია. არ არის მარტივი გიორგი. სამი ტიპი, სამი სახე არსებობს მიტევების. პირველი, გონებით, ენით, მარტივად გაპატიოს ღმერთმა, ხო, უცბად იტყვი რომ გაპატიოს ღმერთმა. არ არის ესე მარტივი. ენით მიტევება, რომ გაპატიოს ღმერთმა, ცრემლები წამოგივა, ცოტა რაღაც ესეთი გულის ამაჩუყებელი სიტუაცია იქნება. მეორე, გონებით უნდა აპატიო. რატომ უთხარი რომ გაპატიოს ღმერთმა, გადახარშე, გადმოხარშე, ხო, არ ვიყავი მართალი, არ იყო მართალი. აი ესე ცოტა არ არის ძნელი, მაგრამ აი მესამე გიორგი ცოტა ძნელი არის გულიდან ამოიღო ის ხომ მსხვერპლი ღვთისარ, სული შემოსრული, გული შემოსრული, დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მარხვა შეიწიროს ღმერთმა, დამას ამბადოროთი ამბობსა, ჩემი არაფერი არ არის, 365 დღის მე-10 დაახლოებით არის 47 დღე, ზოგადად დაახლოებით. და თუ გინდა მთელი წელი რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი მნიშვნელოვანი, გვინდა რომ ეს 47 დღე მსხვერპლი ღვთისა იყოს გული შემოსრული, სული შემოსრული. მაგრამ თუ შენ გულში ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა შენ არ პატიო, აი წარმოვიდგინე, დადიხარ, დაგყვებიან გარშემო, გძინავს, შენ გვერდზე არიან, სახლში ხარ და შენ გვერდზე ოთახში ცხოვრობენ, იტანჯები რა, ფაქტიურად. ხო, იტანჯები რა და ღმერთი გეუბნება რომ აპატია, არ გეუბნება რომ ჩაიხუტე და დაიჩოქე და მეტანიები აპატია, გაუშვი რა, შეეშვი. წადი რა, კარგად იყავი. ისე კი არა, მე გაპატიე და კაცო, შენ თუ აპატიე, ღმერთიც აპატიებს, ხო? ესე იციან ხოლმე, ღმერთმა გაპატიოს. შენ ხა ღმერთს უკაზე ნუ არიგებ რა, ღმერთმა იცის უნდა აპატიოს თუ არ ღმერთი აპატიებს თუ არა, შენ გეუბნება რომ აი შენ თუ აპატიებ, მეც ვაპატო. შენ უნდა მიხვდე, შენც ხო ცოდვილი ხარ და შენც გჭირდება პატიება, ხო? ამიტომ ღამე რომ მოწესრიგებული ძილი გქონდეს და დღისით სიმშვიდე გქონდეს და აღარია რომ 2-3 ადამიანთან ერთად, როგორია სახლში დგმური ყავდეს გიორგი და ვერ იტანდა იმ ადამიანს და ყოველ დღე უყურებ იმ ადამიანს, ხო? არ დავასახელებ, იყო პერიოდი გიორგი რომ ადამიანს აწამებდნენ. იცი როგორ აწამებდნენ? მკვდარ ადამიანს მიაკრავდნენ სახეზე და თელი დღე უყურებდი მიცვალებულს. როგორი სანახავია ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო ასეთი რამე ციხეებში. ზუსტად ვიცი გიორგი. როგორია მიცვალებულ ადამიანს უყურე, შეიძლება ჭკვაზე შეიშა. აბავდნენ სახეზე და მიცვალებულს უყურებდი. და შენ წარმოვიდგინე რა დღეში ხარ, ხო, სიკვდილს ნატრობ რა. ხო და ფაქტიურად ხო ადამიანი რომელსაც ვერ იტანდა, რაღაც გაწყენინა, ან მოკლედ რაღაცა მოგივიდათ რა და დაგყავ ეგ ადამიანი თელი დღე გული და დაგეძინება, იმაზე ფიქრობ, გაგეღვიძება, იმაზე ფიქრობ, მოძღვარი, სახარება, ქრისტე, გთხოვს აპატიე, გაუშვი ჩემ ცხოვრებიდან, გაუღე კარები და უთხარი რომ შვიდობითი არე ძმაო, კარგად იყავ, მე მიპატიებია შენთვის, ნახვამდის. არა, მაგას ვერ ვაპატიებ, არ არსებობს, მაგრამ ისეთი რამე გამიკეთა რომ როგორ ვაპატიებ. ჭამე რამდენი ლობიოს გინდა და კარტოფილი რა აზრია, გიორგი, რამდენი მეტანიას გინდა გააკეთე. დამძიმებული ხარ,
შენი მსხვერპლი ღვთისა არ არის სული შემოსრული და გული შემოსრული და არც დამდაბლებული არ ხარ თუ დამდაბლებული არ ხარ ვერ აპატიებ ესმის და რომ დამდაბლდები უკვე მე გაგეცინება რომ აი რაზე ვიყავი რა გაბრაზებული აუ რამდენს იმდენად ცოტა ხანი ცხოვრობთ გიორგი ამ ქვეყანაზე რომ აი შენ რომ ღიმილით იწყებ ხოლმე გადაცემას არა სხვა გადაცემები ღიმილით კი არ იწყება მოკლეს ჩამოაღწეს დაიჭირეს ესროლეს შედალოცინო ცოტა კარგი რა მაგ გადაცემას რო ის ხო იცი რომ ყურებადი რო იყოს ხო ესეთი დაყენებული სახით აღარ გინდა სიცოცხლე უკვე რა რა თქმა უნდა ხდება ასეთი რაღაცა კარგი არაფერი ხდება კაცო ცოტა რაღაცა გაიღიმე შედალოცინო არც ის ეხლა რო სულ სიცილით წავიყვანოთ გადაცემა მაგრამ ღიმილი სიმშვიდე სიმდაბლე მიტევება პირდაპირ წირვა იწყება მიტევებით. ადრე ეს მარტო ერთი დღე კი არ იყო გიორგი. ყოველი წირვის წინ მოძღვარი უნდა გამოსულიყო მწირველი, ეთქვა დებო, ძმებო, სულიერო შვილებო, მაპატიეთ თუ ისეთი რამე დაგაბრკოლეთ, ხო? და ზოგი მაშინ ამბიონზე გამოდიოდნენ გიორგი ახსარება. ცალკე კი ზიარების წინ მამა. და ეტყოდა რომ მიბრუნდებოდა მრევლისკენ და იტყოდა რომ ჩემო მეგობრებო, ჩემო კარგებო, აი გუშინ ვიჩხუბე რაღაც ესეთი ხო? ან მოვიპარე ან რაღაც ესეთი რა. ეხლა ეგ რო თქვა, დაგადებენ ბორკილებს შეიძლება და იტყვია რომ ეს ვინ ყოფილა, ვის გვერდზე ვეზიარები თურმე კაცო ეს ვინ ყოფილა, ხო? და მე უკვე გადავიდა ახსარება სასულიერო პირთან. ერთმანეთის წინაშე აღიარეთო ცოდებიო პირდაპირ ამბობს, ხო? წმინდა წერილი. ხო და ამიტომ კატეგორიულად ღმერთს კატეგორიულობა არ უყვარს, მაგრამ პირდაპირ მარხვა არ დაიწყო ისე, სანამ გულს არ გაინთავისუფლებ. იმიტომ რომ შენ გულში არ შემოვა ქრისტე, შენ გულში იქნება ბელიარი, იქნება მხდომი, ეშმაკი, არაწმინდა, სატანა. ამიტომ ჩვენ ხო ნათლისღების დროს შევანერწყვეთ მას, ხო? მაგრამ ჩვენ გონია შორს წავიდა, ის ხო მობრუნდა და თან თავიზე უარესი კიდევ 7 ეშმაკი მოიყვანა. და ამიტომ გთხოვს ღმერთი სახარებიდან გთხოვს რა რომ აპატიე და მეც გაპატიებ. გინდა რომ გაპატიო ხო? მოდი შენც აპატიე რა ახლა. აი რა მარტივია, მაგრამ რა რთულია რა გიორგი. როდის ხდება პატიება, ხო? აი როგორ მივხვდეთ გიორგი ახლა ვაპატიე თუ არა? შეიძლება კაი ენითაც ვაპატიე, გონებითაც ვაპატიე და გულითაც. გავიგე რომ ჩემ მტერს დაეჯახა მანქანა. თუ ხელებს აღვაპყრობ და დიდება შენ და რა სამართლიანი ხარ ღმერთო, ესე იგი არ მეპატიებია. მაგრამ თუ შევწუხდები რომ აუ რატო დაემართა რა, მე ვაპატიე და ღმერთო რატო დაემართა ასეთი რამე, შეწუხდები რომ შენ მტერზე გაიგებ გიორგი რამე ცუც და შეწუხდები გულწრფელად, გული გეტკინება რა რომ და მისი სიხარული რო გაგიხარდებათ. ხო ეგ მეორე კიდე ხო რომ გაიგე რომ მანქანა შეცვალა დაოჯახდა ნუ სახლი იყიდა და იტყვი რომ ღმერთო ჭკვაზე მოიყვანე აღარ შესწოდოს და აწი დარჩენილი ცხოვრება სიკეთეში სიმდაბლეში და სიყვარულში გაატა აი ეს არის პატიება მაგრამ ხო გაგიგია გიორგი არა აი მე კი ვაპატიე მაგრამ ღმერთმა არ აპატია ესე იგი ღმერთზე კეთილი თვითონ გამოდის წარმოიდგინე რა რომ თვითონ აპატია და ღმერთმა მაინც დასაჯა აი ზოგმა ასე იცის ხოლმე გიორგი სამწუხაროდ გსმენიათ რომ რაღაცა გაიგო მოხდა ხო ო როგორი ცოდვილი იყო ეთყობა ვინ არ არის ცოდვილი რაც ხლა ყველა განსაცდელი რომ ცოდების საზღაური იყოს ეს ხოცხალი არავინ არ ვიქნებოდი ჩვენ გადაცემას ვერ დავიწყებდით გიორგი ბავშვონაცლავენ იქ რომ ამბობენ ხო ბავშვმა იტირა რა ცოდვილები ხო და თვითონ ეთყვიან დედას ახსარება უნდა თქვა ან მამას არ ახსარება ყველამ უნდა თქვა კაცო მაგრამ ესე ხელის გაშვერა რომ სიცხალში ჩააგდებენ ბავშვს სიცხალში და რო იტირა რა ქნას ახლა ბავშვმა ყვირის რა ის კიდე რა ისეთი ცოდვილია რომ მენც რო ვაპატიო ღმერთი არ აპატიებს როგორ ღმერთზე კეთილი როგორ ახარ შედალოცილო ღმერთი პირდაპირ გეუბნება მე შენ გელოდები შვილო რომ შენ აპატიო რატო შენაირი მონა ის არის შენაირი მონა და მონამ თუ მონას არ აპატია ხლა ხო ხელმწიფე მე ღმერთი არის ხელმწიფე და ღმერთი ხელმწიფე მოწყალია გიორგი ყოველთვის და მონა არ არის მოწყალი, იმიტომ რომ მონაა ბუნებით და თვითონ დადის დამძიმებული შურით, ბოღმით, რისხვით და თავისნაირს რო დაინახავს, ხო ეს ეგრევე ახსენდება თავის თავი.
და მსუქანს მსუქანი უხარია, დაბალს დაბალი უხარია, ქურდს ქურდი უხარია, მეძავს მეძავი უხარია, რომ მე რა მსუქანი ვარ, ეგ ჩემზე მსუქანია. ხო, მეტად მსუქანი. აი, მე რა ვარ მაგასთან. ხო, ისე მარტო რო არ ხარ, მამაო, კაია რა. აი, რაღაცა თემაში მარტო რო არ ხარ, აი, ხო, ეგოიზმია და რაღაცა, მაგრამ აი, მაგალითად, რაღაცა ხელი მოგტყდა, ხო, ვიღაცას რო ნახავ ხელმოტეხის. რაღაცეთ, აი, თითქოს შენი სოლიდარობა მოდისო და ისე რაღაცა, აი, ხო, არაფერი, მაგრამ რაღაცა წყნარდები, რომ მარტო შენ არ მოგივიდა, ადამიანი რასაც ხარ. შენ მეგონი ფსიქოლოგიც ახარ გიო. რასაც ხარ. 2009 წელს ჯოინში ვიმკურნალე, რომ გამოვედი, გავიგე რომ მამა გიორგი დორეული დააწვინეს არამიანსის ეგრევე პირველი მე მივედი, იმიტომ რომ მე გამოცდილი მქონდა გიორგი ჩემ თავზე, რომ ვიწექი და პირველი გავქანდი და ვნახე. ეხა ხვალ თქვენს გამო მაგას მოვიყვან მაშინ. მართლა. აი რა საინტერესოა რა გიორგი და ამიტომ არის რომ თუ გინდა რომ მიხვდე როგორი ხარ დაინახავ რომ ადამიანი გაგიხარდა ესა კი კაი კაცი ხარ და თუ არ გაგიხარდა იმკურნალე რა შედალოცილო მაშინვე გაქანდი და მივლოცე არ უთხრა რომ ეგ მანქანა მალე ფუჭდება უთხრა რომ კაი მანქანა თქვენ ხო გითხრეს მამა მე ვიცი მამა მანქანა იყიდა და ყველა მოვიდა აი რატო ეუნებიან ხოლმე ეგეთი რაღაცები ანუ იცი რა არის მამა ადამიანის სუსტია ბევრი და ძალიან მადლობა ღმერთს რომ აქედან შეიძლება ისწავლო რაღაცა მამაო და ყველაზე ის რა არის მამა აი არ პატიებაში ხა ძალიან ძნელი რთული არის მამა ყველაზე ძნელი არის რომ ვიღაც საპატიო, იმიტომ რომ ფაქტიურად შენს გენდობა იქ ცოდვები რა. ამ პატიებაში თან როცა დამცირებულია რაღაცა ხარ და ვიღაცას პატიობ, სასწაულია და რა არის იცით მამაო? ყველაზე მაგარ რას დავაკვირდა, როგორ უნდა ვაიძულოთ, რომ ვაპატიოთ, იცით? თუ ჩვენ დღეს ამ მდგომარეობით მოვკვდით მამაო, ჯოჯოხეთში მოხვდებით, როცა სხვას არ პატიობთ, იმიტომ ჩვენც არ გვეპატიება და ისიც თუ მოკვდა, თუ დამნაშავია, ისი ჯოჯოხეთში მოხვდება და ფაქტიურად ჩვენ ბოროტები გამოდივართ. აი ამიტომ ვაკეთებ. ჩვენი არჩევანია გიორგი. ხო, მამაო, ამიტომ უნდა ვაპატიოთ, მამაო, თორე რა თქმა უნდა, აი დღევანდელი მდგომარეობით, აი წირვის წინ, აი ძალიან დიდი ბოდიშით, მამაო, ერთ მომენტს ეხა თქვენც თქვით, მაგრამ აი ის არ ქვე, უფრო გავშლი მაგ მომენტს. ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას ატოთხობენ, რომ ის ქრისტესთან რომ მიდის ნაპატიები და ვინმე განაწყენებული არ უნდა ყავს ქრისტე არ მიიღებს ის ზიარებაზე გახსოვთ კი არა თქვენ ყოველწლიურად ხვდელი რო გამოდის და მაპატიებ რევს რო ეუნება იმიტომ რომ ის ქრისტესთან მიდის და ის ნაპატიები უნდა მივიდეს ხო და ეგ არის მამაო რა რომ აი ქრისტესთან რომ მოვკვდეთ ხო იქ რომ მივიდეთ ანუ ის ესე დაბოღმის ვერ მიგიღებს 64 დაბოღმილი ტიპების ის არ არის ძალიან ოთახი რა ძალიან საინტერესო ჩართვა გააკეთე მეძავი ქალი რომ მიუყვანეს ქრისტეს ხო რჯულის მიხედვით ჩასაქოლია კი ბატონო ესროლეთ თქვა ვინც უცოდველი ხართ ცოტა ხანში არავინ აღარ დარჩა ხო არავინ არ დაგდო მაშინ მეც გპატიობო რა ანუ ჯერ ხალხმა აპატია ფაქტობრივად ვერავინ ვერ გაბედა ხო ეხლა რო იყოს ეხლა პირველი ესროდნენ ქვას ხო ძალიან მარტივად რა ეს არის მარხვის წინ ძალიან დამახინჯებული. ეხლა ღმერთამდე ვინ მიგიყვას მამაო, საერთოდ ამოგასუნთქებენ, იქვე ჩაქოლავენ მამაო, რასა. ხო და აი თუ გვიჭირს პატიება და თუ ვამბობ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს მე არავის არაფერი დამიშავებია რა უნდა ვთხოვო რა პატიება რის პატიება ხო გაგიგები ესეთი რაღაცა რომ მე სინდისი სუფთა მაქვს ამ დროს სინდისი აღარ აქვს საერთოდ სინდის გარეცხილები არიან ადამიანები და ზაფიქრდი კაცო სინდისი რო არ გაწუხებს ესე იგი ცუდად არის შენი საქმე რა ანგელოზი ხარ ვერ გავიგე ისეთი ადამიანი ხარ რომ სინდისი არ გაწუხებს სტუდენტები ვიყავით გიორგი და სიონში დადიოდა ერთი ძალიან კეთილშობილი ბიჭი ერთხელ მივედი რა ხო იცი პირველ კურსელები რომ ყველაფერი რო აინტერესებთ და თელი კატაფატიკა აპოფატიკა და ღვთისმეტყველებაში რომ დავფრინავთ და ფრთები რო გვაქვს ვეკითხები რა პირდაპირ კაცურად მითხარი მეთქი შენ ახსარებაში რა სიძახი მეთქი რა მე მგონია რომ წმინდანი ხარ მეთქი და აი შენ მეთქი ახსარებაში რა სიძახი რა მითხრა გიორგიცი მეზობლის ბავშვი იყო ჩვენთანო გადმოსულიო სტუმრათო თასმები შეუკარი ფეხსა წმელზეო ისეთი სიყვარულით ვერ შეუკარი როგორც საკუთარ შვილს შეუკრავდი და ეს თქვა ახსარებაში გესმის და აი რა დონეზე იყო მისი სულიერი მდგომარეობა რა რომ როგორი უბრალო და აი რეებს აკვირდებოდა ხო ეხლა თუ კაცი არ მოკალი მანამდე ვერ არ ფიქრობ რომ ესე იგი ატკენინე აწყენინე რაღაც ესეთი ხო და ისეა გაუხეშებული გიორგი ჩვენი გული და ჩვენი სული რომ მაინც და მაინც ან დანა უნდა დაარტყან ავტომატი ესროლო რომ მიხვდე რომ რაღაცა ატკინე ამ დროს ერთი სიტყვა შეიძლება ისეთი გაქვს ნათქვამი რომ კაცი მოკალე ქალი მოკალი საერთოდ ხო და შენ რაღა მოგივიდა რომ უთხრა რომ თანამშრომლებს ხო აპატიეთ რა ეხო იცით რომ ხანდახან ენამ წარიაშვილი ვარ
რაღაცა და შეიძლება ვერც გაგიბედოს ვერავინ მაწყენი რო ვარ და თქვი რა მაპატიეთ რა აპატიეთ ჩემ და უნებურად თუ რამე ისეთი ვთქვი არა მე რა მაქვს აპატიებელი მე ვის რა უნდა უთხრა აგერ გეკადრებდოთ კაც ისე მოიქვეთ თუ მორჩება არ მრუშობ არ ვიპარავ არ ბილსიტყვაობ ვის რა დაუშავე ამ დროს შეიძლება ესეთი სიტყვა თქვა რაღაცა საშინელი რომ ადამიანი მოკლა ხო ვინმე მოვიდა ახალი ტანსაცმლი და უთხრა ანგულში გაიფიქრა რომ რას გავსო რა არის საერთოდ არ უხდებაო ხო უამრავი რაღაც არის გიორგი რა შეიძლება აი ის არის რომ შეიძლება დიდი ცოდვა მარტივად მოინანიო გიორგი რა თქვა კურდი ხარ თქვა იპარავ რაღაცა აღარ იპარავ და მარტივად გამოსწორდები ის ვისაც ესე ქვია ხოლმე გიორგი ყოველდღიური ცოდვებს რო ეძახიან ხო ყოველდღიური ცოდვები ზოგისთვის არის განკითხვა ჭორაობა შური უამრავი უბედურება და ის არ თulis რომ ეს კაცო მე არ მრუშობ არ ვიპარავ რაღაც კაცის სკვლელი არა ვარ არავინ არ მომიკლავს ამ დროს 30 აბორტია გაკეთებული ხო უამრავი ხო და ამიტომ დავფიქრდეთ შემოძვირფასებო რომ დიეტა არ გამოგვივიდეს ხო მარხვა დიეტა რა ვის მე გინდა დიეტა და თან მარხვაში უფრო სუქდება ხალხი ხო ვინც ხორციელად მარხულობს უფრო იმატებენ მერე ზონაში ამიტომ მე მაგალითად აი გიორგის მადლობას ვწირავ რომ უკვე მეორედ მომიწია მარხვაში მოსვლა ერთინა 4 შაბათს ვიყავი და მარხვა იწყებოდა და ეხლა მინდა რომ ყველას ვიცი რომ ყველას არ უყვარვართ გიორგი ეხლა ყველას ქრისტე არ უყვარდა და რანაირად შეიძლება მე და შენ ყველას უყვარდეთ ვიღაცები ამბობენ რებს ბჟუტურობენ არა მამა რატო ყველას უყვარ ხარ ეხლა ის ვინც მაგას ამბობს ის არც გისმენს არა შენ ყველას უყვარ ხარ მაგრამ მე ყველას არ უყვარ ვარ უფრო უყვარ ხართ მამა ყველას რას ეხლა ამაზე არ ვიჩხუბოთ ხო და მოდი რა შენდობა ჩემთვის ბევრს უთქვამს აი დოგმატური შეცდომა შეიძლება დაუშვი შეიძლება რაღაც სახარებისეული ერთმა მოძღვარმა მითხრა შეიძლება ეხლა გვისმეს რომ სახარებიდან ავთქვი რა სიმონ კვირინელზე რომ ძმა ალექსანდრესი და როფესი და ამ დროს მამა ალექსანდრესი და როფესი და აი როგორ შეგეშალო ნუ მეტი შეცდომა არ მომივიდა მეთქი არაფერი იქა მეთქი ხო და ისეთი მექანიკური და აი ვერბა არ არის ობზაო ვერბა სხვა რამე ამაზე ხლა მე წავედი ვნახე და მართლა ესე იყო და იცი აი არის ხალხი გიორგი რომ ჩასაფრებული რომ აი ისეთი რამე თქვა ან რუსული სიტყვა რაღაცა ხათაშორისო და აი ამაზე აგებენ თელი იმას მერე რა ხათაშორის მამა აი ეგეთ წვრილმანებს ვინც უზის შემდგომ ძალიან ადვილად აშავებენ ძალიან სხვინმალს მართლა გეუბნები რა აი მე მყოლია ესეთი აი მასწავლებელიც ყოლია ისიც რომ აი მეგონა რომ აუ მეთქი ამას რა უნდა შეეშალოს ისეთ წვრილმას ითვალისწინებს ხო და ისეთი შეშლია მე მამო იმ ხელაზე ხო იცით რატო მამო აი იმის ბრალია რომ ბოროც არ ძინავს მამო ჩვენ რომ აი ამ წვრილმას და აი გარეგანს უყურებთ ახლა აი უნიშნელო სიტყვაზე ეს ჭიქარატოდებს და რაღაცა ხო ბეწვი დაინახა ძმის თვალში და აი ეს ხა აი იცი როგორ არის აი ნუ არ არის კარგი რა მამო ეს იცით ეს ხედვა არის დამაზიანებელი თვითონ იმიტომ რომ თან ყველაზე ცუდი რა არის ამ წვრილმას თუ შენ ესე მძიმედ უყურებ მამო იმ დიჩი შეიძლება მე თავი მოიკლა იცი რომ ჩაიდინო რაღაცა სასწაული გააკეთო რა არ გამართლება დაუწყო პირიქით ასეა და ამიტომ მადლობა ამ ტელევიზიას შენ პირადად გიორგი და ყველა ერთგულ მაყურებელს ცოტა ისეც ვინც განგვიკითხავს და არ მოწონს ჩვენი საუბარი არ განგვიკითხავენ მამა აი რა ვქნა მომკავ ხო და არა ჩვენ შენდობა უთხრათ გიორგი მე თქვენგან მისმის პირველად თორე მე რა ვიცი ჯერ არ აი ერთი იმაზე განმიკითხავენ მაგალითად თქვენ რო ხარ და შეიძლება თქვენ გედაოთ ამაზე უთქვათ მაგრამ ის მრევლი და ჯიგრები რა რომ აი მამა გიორგის როგორ ელაპარაკები შენ არ გაიხარე აი ეხლა გიორგი არა ხო რო მასეთი ადამიანი არ ამგონია არა ხო რო მამა პეტრეზე წერე ხოლმე ვითომ იცავი და იწევლებოდნენ იმ დღეს პეტრე არ ამგონია კი მამა არიან ეგეთები ცხუმრობი ძალიან უყვარ ხართ რა ხო მაგაში ვერ შეგვეკამათებია რომ ჩვენ ხალხი გვიყვარს გიორგი და საზოგადოება მრევლი გვიყვარს და მტერიც გვიყვარს ვთვლოთ რომ გვიყვარდეს რა და დანარჩენი ახლა მექანიკური შეცდომა იქნება გრამატიკული მორფოლოგიური შეცდომა იქნება სინტაქსური შეცდომა იქნება ბარბარიზმი იქნება თავარია სული, თავარია გული, თავარია რას ვამბობ. ღვთისმეტყველება ისეთი რამეა, აი პავლე მოციქულის ეპისტოლეები კი არ ვედრები რომ ნახოთ, ის ენა ვერ უძლებს და გრამატიკა ვერ უძლებს იმის გადმოცემას, რასაც პავლე ამბობს. და რასაც ღვთისმეტყველება ქვია გიორგი. ამას გრამატიკული ენა ვერ დაიტევს ხან
ისეთ სიხარულშია მოძღვარი და წამყვანი და ისე უნდა რომ ადამიანებს ახაროს რაღაც გადასცეს ღვთისმეტყველება მოუყვეს სახარებისეული საინტერესო სწავლებები რაღაცა შეიძლება შეგეშალოს ხო მაგრამ ახლა ვიღაცა თელი გადაცემიდან ამოიღებს ამას როგორ არის ის რომ ესეა და რაღაც ესეთი ხო მაგრამ მართლა გითხეს მომაგაზე არის ყოფილა შემთხვევები არა უბრალოდ მე მაგალითი მოიყვანე ასე შეიძლება რომ ვიღაცამ გამგვიკითხოს გიორგი უბრალოდ მეტი არაფერი და ამიტომ ვიძახი რომ ჩვენ ვამბობ უბრალოდ ვიძახიც უკვე არასწორია ვამბობ რომ გვაპატიონ რა ეხლა არა ვარ მე ოქროპირი და არ ჩენახარ ბასილი დიდი ხო რა და წვალო ჩვენც ხო ჯერ ეთერში საუბარი უკვე რთულია არიან გრიგოლი ღვთისმეტყველება ჯერ ეთერში საუბარი როგორი რთულია და თან ისე წამყვანთან როგორი ჩენახარ როგორი რთულია ეხლა რომ ჯერ რამე არ შემეშალოს სახარებიდან მე შენ არ გამოგიყვანო მდგომარეობიდან არ გაგაბრაზო თან კიდე ხო გაბრაზებას თავი დაანები თან მამაო რო არიცი რას დაგიშავებ ან რას გავაკეთებ აი ეგ არის ხო და კიდე რომ აი ხო დამირეკე და დღეს მომიწვიო ვიფიქრე აბა შური უნდა იძიოს მეთქი რომ წინა გადაცემაში ცოტა ვასაუბრე მეთქი და ჭიქაზე არის ეს ვთხოვე მეგობრებს რომ ილოცეთ შემზე მეთქი რამე განსასწრელი არ შემემთხვას მე ვერ მოვითმედი მამაო ის ჭიქა რო არ მომეტა რა ჟაზი არის ხო მეთქი და კარგი ღვინო ჩემზე იყოს გიორგი აუცილებლად ხო და არა მამაო მადლობა თქვენ მამაო ეს აქ თუ უნდა წავიდე არა მამაო წაიღეთ თქვენ მართლა აი თქვენთან მე მეორეს კიდე გავაკეთებ ამას აქეთ რო ბიჭი დგა ვინ არის ეს აი სხვადასხვა ბევრი ფოტო მაქვს თქვენი და რა ვიცი ერთ-ერთი საუკეთესოები ავარჩიე ხო და ისეთი იყო მამაო ისეთი დავბეჭდე რომ ის ვინც ბეჭდავს მამაო იმ კაცმა იმან მითხრა ერთი ცალი შეიძლება ჩემთვისაც დავიბეჭდო მსგავსიო და რა საინტერესოა გიორგი ვაპირებდი რომ ესე მალე რომ მომიყვანდი ეთერში და ვაპირებდი მე ამის გაკეთებას და აი ყველაფერი სიკეთე დასწრებაზე როგორ არის წარმოიდგინე ოღონდ მე უნდა გამეკეთე ის თითი რომ მიჭირავ ესე და შენ რომ აი იმას ვაპირებდი და დამასწარე რა ყველაფერი დასწრებით არის თქვენ მამაო მეორე გააკეთე და მე ერთ თვეში გვექნება სერვისი მანანას რადიოსავით ხო ხო, ეხლა ნუ გადავუხვევთ თემიდან, შეიძლება ახალ განკითხვებში ჩავარდნე, რომ მარხვა დაიწყო და ამათ რა აცინებდო, ხო? შეიძლება თქვან ესეც რა და ამიტომ ანდრია კრეტელი იკითხეთ შემოძვირფასებო, ვინც ვერ დადიხართ მსახურებაზე, ყველა ტაძარში 4 საათზე იკითხება და ვინც ვერ სამსახურიდან გამომდინარე, ან ისე ფიზიკურად არ შეგიძლიათ ანდრია კრეტელი და არა კრიტელი ძალიან ბევრს ეშლება წეღანი მას ამბობდი და ეხა იგივე რაღაცა ასოებს უკვირდებით ხოლმე ვიღაცამ თუ ის ძალიან არა ყურს არ ესმის გიორგი კარგად იმასაც არ მოხდა მაშინ რუსულია კრიტი და არის კრეტელი კრეტის ეპისკოპოსი იყო და კრიტს კი ეს რუსული ის არის და სხვათაშორის მაგ კუნძულზე ნამყოფი ვარ კრეტას და ამიტომ ანდრია კრეტელის კანონის საკითხვის გარეშე კრეტელი ხო მამა ხო კრეტელი არის თელი ძველი აღთქმის უარყოფითი პერსონაჟები შემდეგ დადებით პერსონაჟებზე გადავდივართ და ამისი წაკითხვის მარტო წაკითხვა არა მადლობა ღმერთს დღეს თანამედროვე ქართულად არის კიდევ კომენტარები იდება და ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს ამას რა. მაგრამ შეიძლება რაღაცა კითხოთ მართლა თუ არის ისეთი რაღაცა რომ წლების მანძილზე ადამიანს ვერ პატიობთ და აი თუ შეგიძლიათ თუ ეხა აპატიოთ ან აი ოღონდ ღიათ არ თქვა თუ უბრალოდ მაინტერესებს აი თუ არის მე მაგალითად გქონია ეგ რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე როგორ იცით ნაპატიები მაქვს უბრალოდ მე იმ ადამიანებთან კონტაქტი არ მექნება არასდროს რა და ეს ძალიან სწორიც არის ვფიქრობ იმიტომ რომ თუ შენ როცა ნახულობ იმ დონეზე ვერ პატიობ რომ გებძვის რომ აუ ამან მე რო ხელი მომაჭრა მე მტკივა არ უნდა ნახო აპატიე სუსიკეთე გინდოდეს მისი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხა პატიმარი გვიყურებს ძალიან ბევრი ზოგი რა ვიცი 1000 ადამიანი გვიყურებს რომელიც საქართველოს ხო ისეთ ესისა თუ შეიძლება მამა აი ამ შემთხვევაში გამართლება რა პროცესს აქვს იმიტომ რომ მართლა არის ადამიანი ვერ დაიდე მამა ხა არ შეიძლება ხა ადამიანს სიტყვაზე რაღაცად შეიძლება ხეიბარი იყო ვიღაცის გამო და გახსენებდეს ეს ეტლი სულ იმ ადამიანს შეიძლება აპატიო მაგრამ ვერ ნახო რაღაც აი თუ შეიძლება მამა აი მდგომარეობის ის არა ხო იმიტომ ეს გიორგი შეიძლება მიწერო შეიძლება დაურეკო შეიძლება ხმოვანი გაუგზავნო არა მამა მაგას კი არ ვამბობ ურთიერთობაში როგორ უნდა იყოს იმიტომ რომ ჩვენ ხო იცით მამა ქართველი ყველაფერს ყველას პატიობს მაგრამ არის რაღაცა რომელსაც ვერ პატიობს ესე იგი ძალიან დიდი დაუშავეს ან მოკლეს ან რაღაცა აი ბევრი არ შევდივარ კიდე დეტალებში მაპატიეთ დიახ უყურე მესმის გიორგი არიან შილკუდარი დედები შილკუდარი მშობლები უამრავი არ დავწუნადეს ხო ეხლა ამ დროს ეხლა შენ იმას უთხრა
ვერ გაიგებს. არიელ ხარხელაულის შვილი საფლავი არა აქ ნანახი წარმოიდგინე, ისე განიცადა ამ კაცმა და პატრიარქთან რო ვიყავიო, შევძელი პატიებაო. მაგრამ თვითონ შეიძლება ის პიროვნება არ უნახავს. მამა პეტრე ვარამიძე თავისი შვილების მკვლელებს აპატია აღსარება ჩაიბარა. ხა რასულიერი სიმაღლე გინდა, ხო გიორგი? ყველას ეს არ შეუძლია გიორგი, რომ მივიდეს ან შუამავალი ყავდეს ამ დროს და უთხრას რომ მე შენ გაპატიებ, მაგრამ გულში აპატიოს. რას ნიშნავს გიორგი ციასო? შეიძლება სიტყვები იმას არ უთხრას, მაგრამ ღმერთს უთხრას რომ არ დასაჯო. აი შეიძლება თვითონ იმას არ უთხრას რომ მეშვილო შენ გაპატიე. მაგრამ ისე ვალდებული არის რომ უთხრას. აი ვალდებული მართალი ხარ, მაგრამ უთხრას რომ ჯოჯოხეთში ნუ გაისტუმრებ ამას. მაგრამ უყურე, ეხლა ზაკარგი ჩართვა გააკეთე, თუ ის ადამიანი ვერ გაიაზრებს რა დააშავა და რა მძიმე ცოდვა ჩაიდინა, მე რამდენიც გინდა გაპატიო, ღმერთი არ გაპატიებს. ეს უკვე მასზე. რა თქმა უნდა. აი მოვიდა ადამიანი და მაპატია გეუნია. იცი რა არის? გაპატიეთ, მაგრამ მოდი დავჯდეთ. შეგატყორო შენ რა უნდა გაპატიო ნანობ რო გაპატიო იქნება არ ნანობ ესე მაპატიეთ რა ესე ფარისეულად მაპატიე გაპატიე მაპატიე ხომ ეს აწონო რამდენად არის მიღებული მამა ის როგორ არის უნდა დაგისაბუთო კაცო მე რო შენ აი ამ რამოდენიმე ხნის წინ ძალიან ცუდ შენ შეიძლება ვერც მიხვდი ესე ცუდად მოვიქეცი რა და არ მოვიქეცი რა მაშინ სუფრაზე რო ვიყავით გახსოვს შენ სადღეძელოს ამბობდი და მე გაკრიტიკებდი. რაღაც ესეთი უთხარი რომ მიხვდეს აუცილებლად იმას გაუხარდება გიორგი შენი გურწფელი აღსარება რა. მართლა გაუხარდება, აი ძალიან გაუხარდება, მაგრამ თუ ადამიანი ვერ ხვდება რა დაგიშავა, რა უნდა აპატიო ვერ გავიგე. რა უნდა აპატიო. ის ისეთივე დარჩება, ეგონა რომ ეპატია, რა ეპატია კაცო. უყურე იუდა სამი საფეხური გაიარა იუდამ. პირველი მიხვდა ცოდვა დააფიქსირა თავის თავში რომ სულად მოიქცა ხო მიხვდა რომ რა გააკეთა მღვდელმთავართან მივიდა აღიარა რომ მართლის სისხლი მოგეციტო მე თქვენ ვერცხლი რომელიც ამაში აიღო მიუყარა უკან მესამე ანუ ზარალი ანაზღაურა და მეოთხე ეჭვი შეეპარა რომ არ მაპატიებსო მე ისეთი ცუდად მოვიქეციო რომ ეს მე არ მეპატიებო სასოს წარკვეთილებაში ჩავარდა გიორგი არის ადამიანები რომ ისეთი რამე გადამეტებული არაფერი არ შეიძლება შეიძლება იცი გიორგი თქვა არა იცი კი შენ პატიობ მაგრამ მე არ პატიობ ჩემ თავს გლოვა ეგეც არასწორია უკვე შენ უკვე ზედმეტად ღმერთზე კეთილი გინდა რომ გამოხვიდე ღმერთზე მიმტევებელი გინდა გამოხვიდე და არა იცი მე ჩემ თავს მაინც არ პატიობ ესე იციან ხოლმე თუ სინანული გაქვს აუცილებლად გეპატიებ. სინამდვილე რას ნიშნავს? სიკვდილი გირჩევნია იგივე ცოდვის ჩადენას. როგორ უნდა მივხვდე ეს ამხსნარებოდან გამოვედი და ძალიან მარტივად განვიკითხე ისევ. ესე იგი მე არ უნდა რომ განკითხვას. მაგრამ გამოვედი სამხსნარებოდან და დავინახე ადამიანი ვიზეც უც ვლაპარაკობდი და გაუღიმე და მივედი და ჩავიხუტე. ან მარტივად მე მართალი ვიყავი, წეგა ნახსარებაში ეგ რო განვიკითხე, ეგ როგორი საზეზღარია და პატივმოყარია. ეგ მართალი ვიყავი რო განვიკითხე. ანუ ძალიან უნდა გტკიოდეს ეგ ცოდვა რომ ეცადო რომ აღარ ჩაიდო და თუ ჩაიდენ ძალიან უნდა გაწუხებდეს რომ ეს ივანე კონსტანტელი ამბობდა ხოლმე რა რომ ისევ შევწოდა. აი ყოველ წუთში რაღაცა მოხდებოდა ისევ შევწოდა. სულ სინანულში იყო, სულ იმაში იყო. აი რატო არის გიორგი რომ ბერები განსაკუთრებით და ის ხალხი ვინცაც შენსავით დააქვს კვნილი და ლოცველი კაცია ხო რატო არის არ მართლა გეუბნები გიორგი რატო არის რომ უფალო შემიწყალი ვიღაცა რა არის ამდენი უფალო შემიწყალი რატო ამბობთ იცი გიორგი ამდენი უფალო შემიწყალი როცა ადამიანი ამბობს უფალო შემიწყალი ხშირად წარსულში კი არ არის და მომავალში აწმყოშია ღმერთის დროშია და ღმერთს ესაუბრება სულ უფალო შემიწყალი, აღარ წარსულში ხარ, აღარც მომავალში ხარ, აწმყოში ხარ და აწმყო არის უფლის დრო. წარსული აღარ დაბრუნდება, მომავალი არ ვიცით და ხშირად რო ამბობ, მაგრამ არის ხალხი, რომელიც აწმყოში რას ამბობს? ჩემი ესა, იმისი ესა, განკითხვა, შური, ამან ახალი მანქანა იყიდა, საიდან ბიჭო, ვერ გავიგე ეს ვინ არის? ამისი ცოლია ესა, იმისი შვილია ესა და აწმყოში არის განკითხვაში. ეხლა რო გაიყვანოს ღმერთმა სოფლიდან,
პირდაპირ ჯოჯოხეთის აგზური აქვს, ხო? და რატო ლოცულობს სულიერი პიროვნება? აწმყოშია და როცა ამბობ უფალო შემიწყალე, არავის აღარ განეკითხავ, არავის შური აღარ აქვს არავის მიმართ, არავისზე აუგს აღარ ამბობ. რა კარგია რა? ამიტომ არის სულ სკვნილი გიჭირავ გიორგი ხელში. და სულ მაგას ვეუბნები. არა, მამო, ეს ისე მიჭი, ხა მე დიდი მლოცველი ვერო, არა, ხა ეს სკვნილი ხა თავდაბლობით ამბობ, ხო? როცა დიდი კაი ადამიანები, რომელიც მე მიყვარს, მაჩუქებენ რაღაცას, ყოველთვის გამოყვება ხოლმე და ვატარებ ისკვირა ხოლმე და მე ეკრანზეც მაქვს ხოლმე. ეს მართლა ძვირფასმა ადამიანმა მაჩუქა და მაგიტომ სულ ყოველთვის რაღაცა რომ მიჭირავს, მამო, ეხა წეღან წინათ, მამო, ჭიქა იყო და გამოიმუშავე რომ მოგიტანე. ეხლა სკვნილი გამოიმუშავე, რაღაც მითხარ, შემდეგში სკვნილს მოგიტან. აჰა. წინათ ხო ჭიქაზე თქვენში რატო დევსო? ეხლა სკვნილი მოხდა თვალში. ეს აშკარად გაიხასე ხარ, გამიმართლა რა, აშკარად გამიმართლა. გენაცალე შენ. ეხლა იტყვის ხალხი გიორგი, ზედმეტად ქრისტიანები რომ პირველი კვირა მძიმეა და სიცილი არ შეიძლებაო და აი გაგიხვაში. რა მამო, იცით რა, გაგიხვაში არ ჩავარდეს ხალხი გიორგი. ჩვენ რა უნდა გვიხაროდეს, იცით მამო, რომ აი მართლა დედას გეფცევა, აი ხშირად ვამბობ ხოლმე ამას და ხშირად მიფიქრია, რომ რა უნდა გვიხაროდეს, თუნდაც აი როცა აი შეწუხებული ხარ და რაღაც, ხო იცით ხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული, ხო? შეწუხებული რო ხარ, ესე იგი შენ საჭირო ხარ ღვთისათვის და ცოცხალი ხარ და შენი შეწუხებით შეიძლება იცით რამდენი ადამიანი გადაარჩინო? აი იქ როს აი წარმოგიდგენ ხა წმინდა გიორგი როგორ შეწუხდა მამო, მაგრამ დღემდე რამდენი ადამიანისათვის იმედია მამო. ერთხელ აი მაპატიეთ ერთ სიტყვის, აი ძალიან მდგომარეობაში ვიყავი. მე უნდა მეჩხუბოს უშენი ლაპარაკეო და არა მამო, რასაუდა. ისა რა ქვია. პირიქით მე მეჩხუბებიან ხოლმე მაგაზე რომ მამა ვალაპარაკეო და ძალიან ცუდ დღეში ვიყავი და აი ყველამ იცოდეთ ეს რა, აი იქ მივდიოდი, აი მალე ქუჩაში დავრჩი მამაო რა, წარმოიდგინე და იმაში მივდიოდი რა ქვია, ქაშვეთის ეკლესიაში მივდიოდი, უკვე მეთქი უნდა წავსულიყავი საქართველოდან და რო შევედი პატრიარქის ქადაგება იყო, სულ 5-ში საღამოს მოდიოდა ხოლმე, წმინდა გიორგობა რო იყო ხოლმე, წინადღით მოდიოდა საღამოს ლოცვას იქატარებდა ხოლმე, წუხდა ცისკარს რა და ესე თქვა რომ ისა რო ეკო ეს ეუნებაო წმინდა გიორგისო რომ ისაო ნუ გეშინია გიორგი მე შენთანო ვარო. აი ღმერთი ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ ყოველთვის რა და აი მაშინ ძალიან გაგვაძლიერებს უფალი და აი ყოველთვის გახსოვთ იმ ის უნდა გიხაროთ შეიძლება შეწუხებული ხარ მაგრამ უნდა გიხაროთ ისო ცოცხალი ხარ და ესე იგი დღეს შენ ჭირდები ღმერთს და შენთვის ძალიან დიდი გეგმები აქვს რა ეს მამაო ძალიან ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ხოლმე რატო არ უნდა გავიღიმო მამაო თუნდაც ხო კაი მძიმეთ არის სიტუაცია მაგრამ რატო უყურე გიორგი რახან მე და შენი განსაკუთრებული მფარველი არის წმინდა გიორგი და არა მარტო მე და შენი ხო ყველას ოჯახი არ არის გიორგი არ ცხოვრობდეს იქ ხო აბა დააკვირდით წმინდა გიორგის ხატს უკან ცხენს კუდი აქვს შეკრული და წმინდა გიორგის შუბი უჭირავს ძალიან ესაი მოდუნებულად ისე კი არ უჭირავდა ხო ძალიან აგრესიულად არა ისე სიმბოლურად უჭირავ ანუ როდესაც გინდა რომ იყო გიორგი ან ღირსეული სახელად ღირსეულად ატარო მის სახელი ცოდვები უნდა შებოჭო შენში და უფალს უნდა მიანდო გამარჯვება იმ מחვილს უფლის ზალით ურტყავს ის მოროტებას და არა საკუთარ ძალზე დაყრდნობით ამიტომ რომ თუ მინდობილი ხარ წმინდა გიორგის და წმინდა გიორგი რა თქმა უნდა ყოველთვის მეომრებთან ვაშკაცებთან კარგ ადამიანებთან არის ყოველთვის უნდა კონდეს უფლის იმედი. თუ წმინდა გიორგის კონდა, რა თქმა უნდა, უფლის იმედი და ის შუბიც მაგიტომ არის. ძალიან თავში უჭირავ ხელი ესე და უნდა დაკვირვებული ხარ გიორგია და უკან ცხენს შეკრული ეს სიმბოლიკა ხატწერაზე და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. საკუთარ თავს ნუ მივეყრდნობით. მე ეპიდაპირ გეტყვით ახლა ეთერში ალბათ არასდროს არ მეთქვია, როცა მოვდივარ გიორგი, საკმაო მანძილია ავლაბრიდან სანამ აქ მოვალ, სულ ფიქრობ ლოცულობ ჩემთვის, რომ ღმერთო აი ეთერი იყო საინტერესო. ოქრო პირობაზე და ვასილი დიდობაზე და გრიგორ ნოსოლობაზე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რა თქმა უნდა, და მინდა რომ იყოს საინტერესო და ჩვენი ეთერიდან გიორგი რამოდენიმე ადამიანმა მაინც ერთი ნაბიჯი გადადგას ეკლესიისკენ. ვინც მარხვას არაპირებდა, მარხვა დაიწყონ. ერთ კაც აპატიონ, ერთ კაც მაინც აპატიონ და დღეს ნუ რა ვიცი, ნუ შეშურდებათ ურაფერი და მიიხედონ, მოიხედონ შეიძლება გარეთ ეძებენ ადამიანს, ვისაც უნდა აპატიონ და სახში მეუღლეყავს, ვისაც უნდა მივიდეს და უთხრას, რომ ჩემო ძვირფასო, შენ ჩემ ხელში ბევრი შავი დღეები გაგავლილი და აპატიე რა.
ჯერ მეუღლეს თხოვონ პატიება და მერე თანამშრომლებს, მეზობლებს და ასე შემდეგ. და ამ დროს სახლიდან იწყება გიორგი პატიება რა. სახლი ეს არის, ოჯახი არის, მცირე ეკლესია და თუ სახლში ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეჩხუბება, რა მარხვაზია საუბარი, სად უნდა წახვიდე. პატრიარქთან და მოსაყდრესთან მისვლა შენდობაზე ადვილია, ხო? და ადამიანს არ იცნობენ და მიდიან და მაპატიებუნენ. აი დაფიქრდეს ვინ არის, რა უნდა გაც, რა უნდა ვაპატიო. და ამ დროს სახლში გამწარებული ყავ ცოლი, გამწარებული ყავ ქმარი ამ თავისი ავსიტყვაობით, ბილსიტყვაობით, ამ ბოღმით. ერთხელ უთხარი რომ ჩემო მეუღლე, ესე კი არა ფარისეო უფრო არ გაამწარო კაცო. აუ მართლა სუდად გექცეოდი და მაპატიე რა. იქ შეიძლება ტაფა მოგხდეს მე. ეგ რო გააკეთო. იცი რაღაცა ვერხი თუ არ დაიჭირა. მართლა შეიძლება უცო. უნდა აუხსნა რომ აი შენ რომ მე ხანდახან მე ჩხუბები ხომე, ჩემი ბრალია, მე გაღიზიანებ. მე ვარ წყარო შენი გაღიზიანების და მოდი რა ერთმანეთს ხელი შეუწყოთ. რომ დიეტაზე კი არ ვიყოთ, კი გამეკეთებ ლობიოს და ოსპის შეწამაც, მაგრამ მოდი რა აღარ ვიჩხუბოთ. მაგარ რაღაცას გეტყვი, აი ძალიან დიდი 47 დღე თუ ცოლ-ქმარი აღარ იჩხუბებენ, ამაზე მაგარი მარხვა არის გიორგი. მაგარ რაღაცას გეტყვით, ერთი მიყვება, რომ გეხვეწებიო რაო, ჩემი იმას ვეუბნები ოჯახის წევრს, რომ გთხოვო რაო, მე სხვაგანო ისა რო ვიტენებიო და სახში ვიცლები ხოლმეო რა. აი გაზიციან ხო და გაზის ბალონი ვითვარო რა, ის სხვაგან ვიტენებიო ამ უარყოფით რაღაცა და სახში მე ვიცლებიო და გამომიბრუნდაო და იცი რა მითხრა მე შენი გაზის ფეჩი ხო არ ვარ. ვიცლებიო. ანუ გაზის ბალონი ვითვარო, მართლა ეგრეა მამაო და შენიანმა თუ არ გაგიგო მამაო, აბა ვინ უნდა დღეს მაგარ ფორმაში ხარ გიორგი. ხო და ეგრეა მამაო. გეტყობა რომ მეუღლე რო არ აკავ და პრობლემა არ არის. არა მართლა ასეა გიორგი, მე კვირას ეს ქადაგებაში ვთქვი და იმდენს მოეწონა ეს ჭკვაში დაუჯდათ რა რომ სახლიდან გადიხარ ან გაბრაზებული ან დამშვიდებული და აფრიკა აღარ იყოს რა შენ სახლში რა შენ ცოლთან თუ ვერ დაალაგე და შენ ქმართან თუ ვერ დაალაგე ვიღაცასთან ბეჟანთან როგორ დაალაგე ისე მამაო ვინმე იცით რომ ვინც დაალაგა ცოლთან და ქმართან არიან მე ვარ ასეთი მე ვარ ასეთი ხო ნუ ეს იშვიათი გამონაკლისი არის მე ხო და ამიტომ ვამბობ რა მე რასაც არ ვაკეთებ იმას არ ვამბობ გიორგი პირდაპირ ვამბობ თელი ეთერის წინ რასაც მე არ ვაკეთებ იმას არავის არ ვეუბნები რა არასდროს არ ვასწავლი იმას რასაც პირადად მე არ სახარება იკითხე თქვენთან კიდე ვინ დაალაგა კაცმა ეს ქალბატონიას დიდი სიყვარულით მოვიკითხა ხო და ღდელმა ის არ უნდა იქადაგო რასაც არ აკეთებ რა კი ქინები ფარისევლები იყვნენ ხო ქადაგებდნენ თქვენო გადებენო ზურგზეო ტვირსო და თვითონ იოტისოდენას არ იღებენ თავის თავზე. მოდელი რომელიც ქადაგებს და არასრულებს არის სუფთა ფარისეველი. გინდა მევიყო და გინდა სხვა გიორგი. მაშინ რატო ქადაგებ? ეგრეა. ამას ქრისტე ამ ხელს ძველი აღთქმის რაბინებს. ხო ტვირს შეკრავენო გიორგი ტვირსო ზურგზეო ადებენ და თვითონ არაფერს არ ემეშვები. ერთმა აცხონოს ერთი სასულიერო პირი იყო ადრე ციხეში რა და პატიმრები ყავდა, იცი როგორ დაყენებული გიორგი? 7 გზის ლოცვები და თვითონ წამაგორებული ყარლოსულობდა. აწყალი გარდაიცვალა შანყოფოს ერთად. პატიმრები ყავდა ისეთ რეჟიმში და ისი ალოცებდა, ეხა შენ ეს წაიკითხე, ეხა შენ ეს წაიკითხე და დაყენებული ქონდა საქმე ძალიან მაღალ დონეზე. მაგრამ ნეტარია ისო, ვინცო ასრულებსო, ამბობსო და თან ასრულებსო, ხო? უფრო სიტყვას ზალა გიორგი რა. და მარტო ამბობ რომ გიყვარდეთ, დაეხმარეთ, არ უღალატოთ. და ამ დროს არც გიყვარს, არც ეხმარები, ამ დროს ღალატობ ხო რანაირი მოძღვარი ხარ ხო? რა ვიცი. მე მფიქრობ რომ ეხა მომწერა მამა გიორგი დორეულმა სხვათა შორის. ხვალ მოვიწვევ აუცილებლად. ეხა მაგან მომწერა, აჭიქაოდ ეხა. ვინო წამოიღო სათხარ. ფაიფურის ქარხანასთან ხო არ დავდე ხეშეკულიო საღდლებ ჭიქები რო კიდიკოთკებით. ეხა მაგარი რაჭიქაო. მომავალ გადაცემაში ორ ბოკალს მოგიყვანეთ. ნუ მომაგოდენ სხირში ეხლა ამზიკას. არა მაგრამ აი ნახე რაჭიქაო. ხვალ მოგიყვან და კიდე აი ისა რა ქვია, კიდე კარგად ავხსნი, მაგრამ მართლა ძალიან დიდი პატივისცემა სიყვარული მამა გიორგის მაგას რო არ აქვს. ეს არის მამაგი აჩვენეთ გეხვეწეთ თქვენი ჭიქა რა მართლა აი მამაო საუკეთესო რამოდენიმე ფოტო ამოვიღე რომელიც
დაეტია, მართლა მამაოსი არქივი მაქვს, მთელი მამაოსის ფოტოების და რა ვიცი, ვიდეოების. მამაოსთან არ მაქვს ყველაზე მეტ მე მგონი 1-200 საათამდე მაქვს მამაოსისა. მაგას მაყვედრი ხო? არა, კი არა, დიდისი პირიქით, როგორ გამზარდეთ მამაო თქვენ, აი ისე იმას მიქენით, აქვე იცით რატო რომ ძალიან რთულია სასულიერო პირთან საუბარი და თავდაბალ სასულიერო პირთან საუბარი ძალიან გიადვილდება მამაო ეთერიდან და მადლობა ამისათვის, იმიტომ რომ ის გახსნა არის ყველაფერი რა მამაო რა. ქართული ანდაზაროა ზოგი ჭირი მარგებელიაო გიორგი ხო? წინა გადაცემაში შემშურდა მამა ალექსანდრე რო ყავს მან გამოსახული და მივიღე ახალი ჭიქა, ანუ ზოგი ჭირი მარგებელია. ხო, რა ვიცი გიორგი, მე მგონი რომ ეხა ხო სკრინზე გადამეკიდე, ხა მე შემდეგ არა. მე მგონი ბევრს გაუხარდებოდა ეგ სიტყვები, იმიტომ რომ სკვნილი არ უნდა ატარო რაღაც ეს არა ეს იცი რატომ მოსაჩვენებლად და ხშირად იცით რომ პატიმრებიან ისეთი ადამიანები ვინც იშვიათი ხალხი არიან რაღაცებს ჩუქნიან ან გამოგიგზავნის ვიღაცა მსმენელი რაღაცა და მათ სახელზე ყოველთვის ან წიგნი იქნება ან რაღაცა ხო ნებისმიერ რაღაცას ყოველთვის უფიქსირებ იმიტომ რომ ეს არის აქედან ჩემგან მათი პატივისცემა მამაო და მაგიტომ და აი ჩემი ბავშვობის მეგობარია მამუკა გოგიაშვილი საპყრობილეში და მინდა მოვეკითხო მამუკა განსაკუთრებით მისი მეგობრები ყველა პატიმარი მსჯავრდებული თუ რამე ჭირდებათ ჩვენგან რაც შეგვიძლია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მე უფე მიქაელი ბრძანდება ხელმძღვანელი მე მოადგილე და თუ რამე არის დაგაბარონ ხოლმე გიორგი შენ და ჩვენ რაც შეგვიძლია როგორც შეგვიძლია ისე გავუკეთებთ მაცხოვარ მათქვა გიორგი რომ რატომ არ მინახულეთ რატო არ გამომიშვი არაო რატომ არ მინახულეო ხო აი ნუგეში ჭირდება პატიმარს და გამოშვება ჩვენზე არ არის რომ შევიწყალოთ ხო ეს უნდა შეიწყალოს უფალმა უნდა შეიწყალოს და პრეზიდენტმა და მთავრობამ უნდა დაიღო ჩვენ ამისი პრეროგატივა არ აქვს ჩვენ შეგვიძლია ვანუგეშოთ თუ რამე უჭირს გვითხრან და პრობლემა არა რაც შეგვიძლია მაგიტომ არსებობს ჩვენი განყოფილება უწმინდესის კურთხევით რომ სახარებაში რაც წერია ის შევასრულოთ რა რატომ არ მომინახულეთო წერია იქ და რატომ არ გამომიშვი თუ არა ხო ჩვენი პრეროგატივა არა ყველას ასე უნდა რომ სინანულში ვარ უნდა გარეთ ვიყო მე ვიცი ზუსტად ვიცი გიორგი რომ საპყრობილის კარებს კეტავს და აღებს უფალი არა პროკურორი და გამომძიებელი და ადვოკატი არამედ უფალი აღებს და უფალი კეტავს ხო ამიტომ ვებედროთ უფალს რომ სინანული მოქცეს შევიცვალოთ მეტანოია მოხდეს გონების განახლება ცვლილება და სხვათა შორის მამაი ძალიან დიდი ბოდიშტი ხარ რო არ თქვა წეგან ახსენეთ რომ საპატიმროები და რაღაც ციხის უფროსები განსაკუთრებით მინდა მოვიკითხო იმიტომ რომ აი ვახო მაგალითად არის ადამიანი ქსნის ციხის უფროსი რომელიც არის აი მართლა ღმერთის საჩუქარი არის პატიმრებისათვის რა იგივე დათო არის და არასელია არაჩვეულებრივი ბიჭი აი მართლა რეზბალნიცაზე არის ყველას გამოგაცხადებთ ვინც აი ძალიან მართლა ღირსეული ხალხის ხელშია და დიდი მადლობა რომ სამკურნალო დაწესებულებაში რეზბალნიცა რუსულად ხო და პატიმრებს ვინც გამგები გაიგებს რეზბალნიცა არა სხვანა ვიღაცას დავასწარე სხვანა ვიღაცა იტყვის გიორგი მე დავასწარე ხო და მამაო თა როგორი ის არის იცით მამაო ის არის მართლა იმ მთელი გულით ატომი და ვთქვა რომ პატიმრები აი მართლა თავის ოჯახის წევრები ვითექცემიან პატიმრებს და აი დიდება აი მარტო მაგიტომ ვაქებ ხოლმე ყოველთვის ამ ადამიანებს რომ აი გადაყოლილები არიან მამაო დღეს მართლა აი რაღაცნაირად აი ჯვარცმა ხო იყო მამაო წინა პატიმრობა წინა მთავრობის და დღეს აღდგომასავით აი მართლა დღეს აი არაჩვეულებრივი პერიოდი აქვს და პერიოდი საერთოდ ეხა ციხეში ამოგახსნით მაგრამ რაც კი მაქსიმუმი შეიძლება ყველაფერს დებენ ეს ადამიანები ციხე არის შემკავებელი გიორგი რაღაცისგან შეაკავა ეს ადამიანები ხო წარმოიდგინეთ მამაო ეხა ზონის უფროსი იქ მამუკა არის კიდე ქუთაისში არაჩვეულებრივი ადამიანი პატიმრებთან ერთად მეტანიებს რო აკეთებ მამაო ციხის უფროსი და დაუჯდომლებს რო კითხულობ მაგაზე დიდი მამაო რა უნდა იყოს მამაო აი წანვიგე რადონის ციხის უფროსე მადლობა რა აი მართლა ძალიან დიდი მადლობა ვისთანაც და აქავე დაუძენ გიორგი ახლა არ გამაჩერო სულ არ ეხება გიორგის ციხეში შესვლა მაგრამ აი ხშირად დადის გიორგი საპყრობილეში და არის მართლა ნუგეში პატიმრების და ყოველთვის გაბარებს შენ გიორგი მოკითხვას ვისაც ჩვენგან მოკითხვა ეკუთვნის და მიიღებენ ჩვენგან მოკითხვას და თუ რამე პრობლემა გამოდი ხოლმე და გითხარი თუ ჩვენ რამე შეგვიძლია მე უფე მიქაელის და მე
საპატრიარქო მაგიტომ შექმნა პატრიარქმა ეს განყოფილება, რომ ვანუგეშოთ პატიმრები. ესე იგი, მამა გიორგიმ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ პატიმრებს, აი ეხა დღეს აი თუნდაც სასულიერო პირებზე საშვები ისინი, რაც არის, აი მაშინ სისტემა იყო ძალიან არეული და საერთოდ სხვა ის იყო რა და აი რაც კი დალაგებული, აი თუნდაც აი ყველაზე საშინელებები რო კეთდებოდა და პატრიარქს რო უთხრეს და პატრიარქი რომ მე წავიდა ციხეში, ხო? აი ეს ყველაფერი გააკეთა მამა გიორგი თეოდორაშვილმა და არ შემიძლია რო არ თქვა, იმიტომ ათეულობით წლები ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა და მამაოს დიდი დამსახურებაა დღეს რომ რაღაცა დახვეწილი და მადლობა ამისათვის. საინტერესო მე გიხდი მადლობას მამაო მართლა მთელი საინტერესო ფრაზა არის გიორგი, ამბობენ რომ პოლონეთში საკონცენტრაციო ბანაკის კედელზე ეწერაო და მეორე ვარიანტია რომ ვასკა ბრილიანტე იყო ესეთი ნაკითხი ქურდი იყო ძალიან რუსი. ძალიან ცნობილი ქურდი იყო, უბრალოდ აი ძველი ქურდობის პლიადაში იყო რა და ესეთი და სიტყვებია რომ ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ და ქრისტეს გარეშე გარეთაც ციხეა. ნახე რა მაგარი სიტყვებია. თუ ქრისტე ჩვენთან არის, თავისუფლებაზე ხარ და თუ ქრისტე არ არის შენთან, გარეთაც საპატიმროში ხარ. შენი ცოდვების და შენი ვნებების. ასე რომ დავიმახსოვროთ და მარხვა არის ზუსტად აი ამ ბორკილების სახივი მძიმე უნდა აიღოს ღმერთმა ჩვენგან. ეს არის ანდრია კრეტელში, ეს არის ეფრემ ასურში, ეს არის ყველა მეტანიაში და არა მე კარტოფილს არაუდენობით შევჭამ და როგორ და რანაირად, ხო, თავარი არის სინანული რა. სინანულის გარეშე არავით არის პატიება, არავით არის მარხვა, არავით არის ლოცვა, აზრი არ ექნება. თუ არა, სინანული მარხვაში და სიხარული აღდგომის დროს. ხო, რა ვიცი, შენ გააგრძელე გიორგი, მე არ მითხრა რომ სულ შენი ლაპარაკეო. არა, მომი, როდის მithkoms ეგ? რატო შენ ლაპარაკი, ნო, ჭიქა. ესე გამიხარდა რომ მოვედი და საშუალება მომეცა რომ გამოვასწორო სიტუაცია. მართლა. არა, იცი რა არის გიორგი, ისე კარგად აკეთებ ხოლმე ჩართვას, რომ ხან შეიძლება მე და აი ზუსტად ისეთ რამეს აკეთებ, რომ ზუსტად აი რაც მაყურებელს შენ მაყურებელს გაუჩნდა კითხვა და შენ აგრძნო რა კითხვა გაუჩნდა მაყურებელს. ეს არის წამყვანის პრეროგატივა. მამა, სხვათაშორის თქვენ ამბობთ რომ ლოცულობო, ხო? მე ხა კითხვებს არ ვამზადებ, მაგრამ ყოველთვის ეთერის წინ წმინდა ნიკოლოზის სხვათაშორის დაუჯდომელი ძალიან მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას განიშნებს ხოლმე, რა რომ წაგაყვანინებს სწორად და აი ყველას ვისაც აი შეგიძლიათ ძალიან აი რამის სწორად წაყვანა თუ გინდათ ხოლმე, ხა მე ვერ გეტყვით რომ ხა მე ეთერები კარგად მიყვა ეს ჩემი რესპონდენტები ან აზიარები მოდის მამაო ამდენი წირვა ჩატარებული რაღაცა და უკვე მამებს მიყავთ, მაგრამ უბრალოდ აი ეს წმინდა ნიკოლოზი დაუჯდომელი სასწაული. დამეთანხმება ყველა მამაო, ვინ ჩვენთან ეთერშია, რომ ხან არის რომ მარტო მე რო ჩანოვარ ეთერში და შენ არ ჩანხარ ხოლმე, შენ ამ დროს ვიცი რომ ლოცულობ და რაღაცას ფიქრობ ამ დროს. ესე ვხედავ რა ვიცი. აი ეს მამაო, როცა რესპონდენტი ჭედავს, მაშინ ლოცულობ ხოლმე ღმერთო მეთქვი, გამოგვიყვანე ამ სიტუაციიდან და ხადახა ხო იცით ადამიანია, ლოცულობ არ შემეშალოს არაფერი. შეიძლება რაღაცა გადაუცდეს რა და რო არ გადაუცდეს. ხშირად ყოფილა ესეთი რამე გიორგი, ხშირად ყოფილა. აი რო ვერ გათვლი მამა, უცბად არის ხოლმე რაღაც შეიძლება ისეთი კითხო, რომ იმ საკითხში არ არის რა კომპეტენტური ადამიანი. გიორგი, აი მოდი ესეთ რაღაც მოიფიქრო და ჭიქას რო ხელს საავლებ. უკვე იყოს ნიშანი რომ არა ეხა ვიცი უკვე მამაო 18 წელია ეს გადაცემა მიყავს უკვე ვინ გაჭედავს ისიც ვიცი ხოლმე რომ მომყავს გაჭედოს თუ არა ეგეც ვიცი და რა თემაზე მაგრამ აი ნახეთ მამაო რა ის არის როგორი ის არის სიტყვაზე წამოგეკიდებიან გაჭედოაზე ხო ანუ რო ეშლება ხო აი სიტყვაზე რაღაცა გადაგვიცდა რა თუნდაც მეც ხო ყველა ადამიანები ვართ ხო ეხა დიდხანს რო ისაუბრებ შეგეშლება აუცილებლად ხო აუცილებლად ეხა აი მაგალითად როცა პოლიტიზირდება რაღაცა თემები ხოლმე მამაო ძალიან ისე ხოლმე ხო აუცილებლად ყოველთვის იმაშვები ხოლმე ვცდილობ რომ რაღაცა ისე მოვთოკოთ რომ მე ვიღაცამ სათავისოთ არ გამოიყენოს ან აი მაგალითად არის რაღაცა სწორი ხარ ოღონდ სამზარეულოში რო ვლაპარაკობთ 4 მაგრამ ტელევიზიით ვერ ითქმის მამაო იგივე მიხვდით აი ხა მე მაგალითად თქვენ რო გითხრათ აი ის რა ცუდია რომ ის კაცი სიტყვაზე ეკლესიაშია გასაგებია შეიძლება ჩემ სამზარეულოში იყოს მისაღები მაგრამ ეს მე რო ღიათ აქ ტელევიზიიდან თქვა რომ ეს რატო ამღუდელი ან ეპისკოპოსი არ შეიძლება ამის თქმა და ეს რაღაცები აუცილებლად ყოველთვის გასათვალისწინებელი იმიტომ რომ აქ ყველა უყურებს მიხვდით მამაო და ესეთი მომენტი არის და ძირითადად ეს მამაო უკვე გამოსწორებული და ჩასწორებულიც არის რა თორე
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, მადლობა მართლა იმ ადამიანს ბოდიშ გიხდით, ვისაც ძალიან გაწვალებთ ხოლმე ბევრ ადამიანს, ალბათ ბევრი პრობლემაა შემიქმნია ბევრი ადამიანებისათვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაქვს ხოლმე ეს ემოციური ფონი და ბოდიშ ვიხდი ყველას ვისთანაც უყურადღებოთ, ალბათ მოვიქეცი რა. შე პირველ რიგში ერთი 100 ნათლული მყავს, მაგრამ და აი ამ ადამიანს ვერ ვაქცევ ყურადღებას, მარტო მირეკავენ ძალიან პატარები იყვნენ, ეხლა ზოგი მეუნებია რომ უნივერსიტეტი დაამთავრაო და მოდი ნახეო და აი მერიდება ქორწილში მაინც დაკვადიჟონ მერეგას. ცილებლა. ხო და აი ესე რომ დიახ მამო თუ იტყვით კიდე ბოლო 1 წუთი დარჩა და რა ვიცი რაც მინდა დავამატო ის არის რომ წმინდა წერილი იკითხეთ რა. წმინდა წერილის კითხვის გარეშე მარხვა ძალიან რთული წარმოსადგენია, განსაკუთრებით დავიწყოთ ძველი აღთქმა მოსეს 5 წიგნეული რომ ეს 47 დღე თუ წავიკითხავთ მოსეს 5 წიგნეულს და შემდეგ უკვე წავიკითხავთ ახალი აღთქმიდან იოანეს სახარებას, ძალიან კარგი იქნება რა, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ბევრი რამე არ ვიცით წმინდა წერილიდან და ამ დროს მოზღვართან მივიდეთ და უთხრათ მამაო, აი რატომ უთხრა ეშმაკს ღმერთმა რომ დედაკაცის თესლი თავს გაგისრესავს და შენ ქუს უგესლავდე. საინტერესოა იკითხავენ და მაგას თუ გაიგებენ მამაო, მე გადაცემაშიც მოვიწვევ. და ეხლა მე ისეთი რამე ვთქვი რომ ვერ მარიცის და რომ მოვალ მე განმარტო. აუცილებლად და აი მაპატიეთ ხა აი ბოლო 1 წამი არის დარჩენილი და მამა მიქაელ წურწუმიას ამ უდიდეს მოძღვარს, რომელიც მართლა ჩვენი ეკლესიის ბურჯია და ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და ჩემი მართლა ძმა არის უფროსი და მაგარი კაცი არის ძალიან ულოცავ დიდი სიყვარული დაბადების დღე აქვს და ბედნიერებას. მამა მიქაელ წურწუმიას დიდი სიყვარული სტუდენტობის პერიოდში მე დავითნეობდი მასთან მცირე ხნით და გაჭირვებული რომ ვიყავი მეხმარებოდა ბევრჯერ მამა მიქაელი და მადლობა ამისთვის ძალიან წესიერი, კეთილი და პატიოსანი სასულიერო პირია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მამო, ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ. ხვალ მოვიყვან მამა გიორგი დორეულს, ახლა ისე ახსენა რომ არ გამოვიდოდა. ჭიქაგა აქ მერე? კი, არ ჭიქა არ მაქვს, მაგრამ ხვალე შევთანხმდები და მე დავახვედრებ შემდეგისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ხვალ რუსნახევრის დაგიმუნდებით, მამა გიორგი თეოდორაშვილი გახდა ჩვენს თომარი ყველა პატიმარს. შეუცვლელი წამყვანი გიორგი დარაცხელი. მადლობა, ძალიან დიდი და აი კახას მოვიკითხავ განსაკუთრებით და იმ ადამიანებს საერთოდ ვინც ხართ საპატიმროში ყველა ჩემი რა ვიცი ჩემი ოჯახი ხართ ჩათვალეთ იმიტომ რომ ძალიან დიდი ადამიანები ხართ ბევრი თქვენთაგანი და მადლობას გიხდით რომ ხართ რა თქმა უნდა და გაუძელით ყველაფერი იმ ტკივილსაც არის და აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად ლევანის განსაკუთრებით რუსთავში რა ვიცი ყველას აბსოლუტურად ბედნიერებას გისურვებთ ყველა ავთოს და იმ განსაკუთრებით მინდა აუცილებლად მოვიკითხო თომა და ავთო ადამიანები მირეკავენ ავთანდილი კიდე რა ვიცი ბევრი პატიმარი მირეკა ბედნიერებას გისურვებთ მაპატიეთ აი ნუგეშელები არ დაგავიწყდეს რა ნუგეშელები აუცილებლად და ხო ტატუნაშვილია კიდე ერთი ბიჭი კიდე აუცილებლად მას მოვიკითხავ და შალვას მოვიკითხავ განსაკუთრებით კიდე ბედნიერებას გისურვებთ შალვას ეხლა არ უნდა რომ ახსენო ისე ხოლმე მაგრამ მოვიკითხავ ძალიან მიყვარხარ დიდი მადლობა რომ ხართ კარგად ზანდებოდეთ წარმატებებს გისურვებთ დროებით